მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი YouTube არხის გამომწერებო, ეს YouTube არხი ჰორიზონტია, მე კი მისი წამყვანი დამწყობელი ბაკური ვარ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამშვილდეში, თქვენ ახლა უყურებთ დერეფანს, ეგრეთ წოდებულს, რომელიდანაც იწყება უშუალოდ ეს ისტორიული ძეგლი. დღეს ჩვენ მოვინახულებთ სამშვილდეში რამოდენიმე ადგილს, ლოკაციაზე, ესე ვთქვათ, და ვისაუბრებთ ამ თუ იმ ისტორიულ ადგილებზე, თუ რატომ არის ისტორიული ადგილი, რა დანიშნულება ქონდა ამ ადგილს საქართველოს დიდ ისტორიაში. ესე იგი, ჩვენ აქ ხედავთ ტაძარს, სხვადასხვა არ არის ერთადერთი ტაძარი აქვს აქ. ამ კონკრეტულ ტაძარს ეძახიან ჯანმრთელობის ტაძარს, ძირითადად აღევლინება ხოლმე წირვა დავდომილეთათვის. აქ ახლა თქვენ ხედავთ, სანამ ეს ტაძარი აშენდებოდა, როდესაც გათხრები იყო, აქ აღმოაჩინეს ეს ქვა, რომელზეც არის წარწერები სომხური დამწერლობით, არ ვიცი ამდენად კარგად ჩანს, წესით უნდა ჩანდეს. და ესე იგი, დღეს ჩვენ გადავდივართ ახლა შემდგომ ლოკაციაზე. დღეს ჩვენ ასევე მოვინახულებთ თამარ მეფის ნაცასახლარს, მანამდე კი გავაგრძელებთ გზა. დარწმუნებული პირველად ვარ სხვადასხვის სამშვილდეში, თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი ვიდეო გელით და ძალიან ისტორიულად დაკუთული ვიდეო იქნება. სხვადასხვის გეოგრაფიაში გადავხედოთ, ტერიტორია სამშვილდე იმყოფება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და ისტორიული ძეგლების რაოდენობის მხრივ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს არც თუ საქართველოში, არამედ ევრაზიასა და მსოფლიოში. დღეს კი მოვინახულებთ, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნე, არაერთ ლოკაციას ამ ადგილას სამშვილდეში კონკრეტულად. მაინტერესებს რამდენია დაინტერესებული ხართ თქვენ, დამიწერეთ კომენტარები, შემდგომი რა ლოკაციაზე ისურვებდით გადაღებას, რა ტიპის ვიდეოებს ისურვებდით, ასევე მოგეხსენებათ, რომ მინდა პოდკასტების დაწყება არხზე და აქ ეგრევე არის მონიშნული გზები ამ მაჩვენებლით. და ასევე პოდკასტებზე ვსაუბრობდით და პოდკასტებში და თემებს ისურვებდით. თქვენგან ერთი რაც არის საყურადღებო, ეს არის ის, რომ გამოვიწეროთ არხი მეგობრებო, დავალაიქოთ ვიდეო და დავუწყოთ რაიმე სახის კომენტარი. თქვენი თითოეული ლაიქი გამოწერა და კომენტარი ჩვენთვის YouTube-ზე ან თუნდაც სხვა პლატფორმაზე მოღვაწე ხალხისთვის, ვინც იღებს ვიდეოებს და შრომასდებს, ძალიან დიდი სტიმულია. დღეს კი განვაგრძოთ, ცოტა ხანში შემოგიერთებით. აქ კი ჩვენ უშუალოდ გვხვდება აბრა იმის შესახებ, რომ სამშვილდის კანიონის მიმავალ გზაზე. ასევე აქ ისიც არის აღსანიშნავი და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მიმდინარეობს დღესაც ისტორიული არქეოლოგიური გათხრები სამშვილდეში, სადაც აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონეტა, რომელიც მხოლოდ 2 ეგზემპლარია დარჩენილი მსოფლიოში. ახლა ჩვენ ვხედავთ აქ წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას,
და ასევე თუ ჩვენ განვაგრძობთ გზას, ეგრეთ წოდებული ნატურის ხეა და ასევე ამ ქვას უწოდებენ სურვილების ქვას. უნდა მიბრძანდეთ, ნახოთ პატარა კინჭი, როგორც აქ ადგილობრივ მაგვიხს და უნდა მიაკროთ აქ თუ მიეკრება, ესე იგი სურვილი აგისრულებთ. ხლავში მოგიხდებით კვლავ. ახლა თქვენ ხედავთ სამშვილდის გალავანს, ანუ აქ იყო ძალიან დიდი გალავანი. ესენი არიან ჩვენი ექსკურსია ტები, ესე ვთქვათ, ვისთან ვატარებთ ამ ტურს. და ახლა ჩვენ გადავალთ შემდგომ ლოკაციაზე. აქ იყო როგორც მოგვახსენეს სოფელი, აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დასახლარები და საუკუნეების ესე ვთქვათ საუკუნეთა ნახველი ადგილი. ესეც არის დასახლარები, რომელიც დიდი ხნის წინ აქ ცხოვრობდა ხალხი და აქ იყო ჩათვალეთ პატარა სოფელი, რომელიც მდებარეობდა ამ ლოკაციაზე. ისტორიული დატვირთვა, რა თქმა უნდა, ქონდა. აქ როგორც გითხრეს, იყო საგვირაბე სისტემები, რომლებიც დღესდღეობით სამწუხაროდ ამოვსებულია ვიცით, რა თქმა უნდა, თუმცა იქნება იყო ისეთი, ესე ვთქვათ, როგორ ავხსნათ, საკვებს ამზადებდნენ, იყო გვირაბული მიწოდება. ეს კიდე არის თვითონ ხრამის ხეობა. მეგობრებო, ულამ ეს ახლა აყვავებული ვინაიდან არ არის, იმდენი შეგია რა აქვს, თუმცა მე ვიტყვი რომ ყველა წელიწადის დროს, ყველა ადგილს აქვს თავის ხიბლი. თავისებური ხიბლი, ასევე აქ ძალიან დიდი სიმაღლეა. და კიდევ ერთი ეკლესია, ტაძარი, რომელსაც თქმა უნდა განახილეთ. აქ ამ ტერიტორიაზე როგორც უკვე აქამდე განახილეთ იყო ორი ტაძარი, ეს არის მესამე. პირველი მოდი გავიხსენოთ ერთად. პირველი იყო ჯანმრთელობის ტაძარსეძახიანი, მეორე იყო წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი. ხოლო ამას მივალთ, გავიგებთ აუცილებლად. წარწერები ექნება წესით. ესეც დანუქულია. აი, ჩვენ მოვედით ყველასთვის ცნობილ, ესე ვთქვათ, გალავანთან და პლუს ციხესთან, სამშვილდის ციხე.
რომელიც არის ისტორიულად ძალიან დიდი დატვირთვის ჯერ კიდე თამარ მეფის დრომდე იყო აქ ხდებოდა ბრძოლები ძირითადად ხახების შემოსევა იყო ასევე იყო ადგილი ჰქონდა სომხეთთან დაპირისპირებას რომელშიც უმეტესობაშიც საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის მე-13 საუკუნე და იქამდე. ასევე როგორც ისტორიის წყაროებიდან ვიგებთ ძალიან მრავალჯერ მომხდარა ეს დაპირისპირებები, რომლის უმრავლესობაშიც ჩვენებს უძლევიათ მტრისთვის. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმერთის სიყვარული ჩვენი დედის მიმართ უამრავი დიდი რიცხვოვანი დინასტიები გადაშენია, რომელიც დღესდღეობით ხსენებაშია მხოლოდ და ჩვენმა პატარა ერმა კიდე გაუძლო საუკუნეებს, გაუძლო უამრავ მომხდულთ და ყველა უნდა ვიცადოთ, რომ გავამართლოთ ჩვენი წინაპრების დაღვრილი სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება დღესდღეობით ხმლით და იარაღით აღარ გვებრძვიან, თუმცა არის ბევრი ცდილობა ჩვენი ერის გადაღულების, თუმცა ამ ცდილობებს ჩვენ უნდა გავუმკლავდით. გამემჯერა, რომ სადაც ამდენი ხანი გაძლო ქართველმა ერმა არც აქ ამის მეტი გაუჭირდება. მეგობრებო, ამასობაში ჩვენ ისევ ამ ლოკაციაზე ვართ, ხრამის ხეობა. გთხოვთ შეგახსენებთ აქვე, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube ჰორიზონტი, დალაიქოთ ვიდეო და ასევე დატოვოთ რაიმე სახის კომენტარი. თავისი აღნიშნოთ შეიძლება პლუსად ის არის, რომ არის მსგავსი მაჩვენებლები თუ საით უნდა წავიდეთ ესე ვთქვათ ტურისტი აგერ სამშვიდის სიონი გზა ისინი დის აუცილებლად მეგობრებო ვიმზადები შემდეგ თქვენს სურვილს შემდეგი რომელი ლოკაცია მოვინახულოთ და როგორც დავღნიშნე რა ტიპის ვიდეოები გსურთ რა შინაარსის როგორი გარემოში მოგონი ჩვენი ექსკურსიანტები დავკარგეთ მას რა თქმა უნდა ხუმრობით წინ წავიდნენ აი ჩვენ გვხედავთ კიდევ ერთ ციხის ნანგრევს უბრალოდ და აქ ასევე როგორც მოგახსენეთ უკვე ამ კედელს რომელსაც თქვენ ხედავთ იქით არის ციხის ნანგრევი ხოლო რაც შეეხება აი ამ კედელს რომელიც მიყვება ზოლად აქ იყო ესე გალავანი რომელიც იცავდა მტრის შემოსევებისგან კონკრეტულად ამ ტერიტორიას და ასევე იცავდა დანარჩენ საქართველოს ვინაიდან როგორც ბირთვისში აღნიშნეთ მეგობრებო ვიდეო რომელიც შორტი ვიდეო დევს
ჩვენ არხზე თუ არა გაქვთ ნახი შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ესე იგი როგორც აღნიშნეთ იქ როდესაც ამ ლოკაციის აღება მოხდებოდა ჩვეულებრივად შეიძლებოდა უკვე სხვადასხვა ლოკაციების ხელში ჩაგდება თუმცა ჩვენებმა კიდევ გავიმეორებ მოახდინეს ის რომ თავის სისხლის და სუნთქვის ფასად გაიცვეს ჩვენი სამშობლო. ძალიან მაგარი ადგილია, თან მარტივი სასიარულოც არის მეგობრებო, თუმცა როდესაც რაიმე გსურთ, ჯობია შეუშინდეთ სირთულეებს. ასევე აგერ ხედავთ მეგობრებო სამშვილდის კანიონი ბუნების ძეგლი მინიჭებული აქვს ოფიციალურად ამაგის სტატუსი ხოლო ეს არის უშუალოდ ის ციხე ულამაზესია რომელიც ისტორიულად უდიდესი დატვირთვა ეს დიდი მეგობრებო განახებთ უკეთესად იაკიდან უფრო კარგად გამოჩნდა ულამაზესი ადგილი ახლა კი ნახოთ გასასვლელი ერთი წამით მაგრამ გასასვლელს ნახავთ აქ შემოვიდით კიდევ ერთხელ გადავშევთ ამ ლოკაციას ხოგი განახებთ ამ უდიდეს გალავანს თუ შესაძლებლობა გვექნება ავუჩით რატომაც არა იმიტომ რომ ვიცი ინტერესი ძალიან